ხო, ვიდეო. სანამ თამაშობდი, მოკლედ გამარჯობა, როგორ ახართ? იმედე კარგად. ხო, მოკლედ ეს ვინ არის? რა არის არა, ვინ არის? ეს პიროვნება არის. ხო, მაგას გეტყვით ცოტა ხანში. ხო. მოკლედ მაგან თვითონაც გეტყვით ვინ არის? აი თუ კითხულობთ, იმედია გითხულობთ. ეს არის რობოტი და ეს რობოტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ დიდი ენერგია ჩავდა ამ საწყობაში. და რაღაც საჭირო საქმისთვის ვჭირდება საჭირო საქმე რაც იყო, მოკლედ აგაგწელს უნივერსიტეტში, იყო სამეცნიერო პიკნიკი 29 სექტემბერს. დღეს უკვე არის 30 სექტემბერი. დიდაუთობით ამ ვიდეოს დავდებ 5 სექტემბერს, ასე რომ ხო, სადღაც უკვე ერთი კვირა ეგ მოხდა. ხო, ალბათ რამდენიმე მიცით კიდევაც ჩავმაყრობ, რამდენიმე შეიძლება არ იცოდით და ახლა გაიგეთ და შემდეგ წელსაც იქნება და იმ შემდეგ წელსაც წინა წელსაც იყო უბრალოდ წინა წელს ჩვენ არ გამოვდიოდით და წელს უბრალოდ სკოლები არ გამოდიოდა და ეგეთ შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცა რომ გამოსულიყავით და რაღაც ესეთი კარგი პროექტებით უნდა წავდგენილიყავით მოკლედ. ხო და ეგეთი რაღაც გადავწყვიტე რომ ეს ესეთი რობოტი ამეწყო, რომელიც მოდი განახთ, ანუ ხანაც მგონი დაინახეთ რა საკეთებდა, მაგრამ მოკლედ ხო მიდის თავისთვის რა რაღაც დაბრკოლებას უხვედრებ წინ და ჩერდება იწყებს უკან სიარულს, გამოიხედავს სხვადასხვა მიმართულებით და საერთოდ უფრო ნაკლები აქვს ესა მანძილი, მოკლედ ანუ მე თუ აქ ხელს დავუხვედრებ, მაგალითად 1 წუთი მოდი გავტესტოთ ხელთავიდან. იწყებს იქეთ შებრუნებას, რადგან ანუ მე დავუხვედრე აქ ხელი მაქსიმალურად ახლოს და იქეთ მან უფრო მეტი დისტანცია დაინახა. და ანუ მოკლედ არაფერს არ ეტაკება რა. აი როგორც ჭკვიანი ტორსესრუტები თუ კი გაქვთ რომელიმე სახლში ან თუ არა გაქვთ, მაგრამ გაგიგიათ ჭკვიანი ტორსესრუტი დადის თავისთვის, თან ისრუტავს და თან არაფერს არ ეჯახება რა კედლებს, არც ადამიანს. ანუ მისი ცოტა უფრო პრიმიტიული ვარიანტია, მოკლედ ეს. აქ პატარა ტორსესრუტი დავუმაგრო, ესეც შავი ოთახს დავტორსესრუტებს. და მაგას ხომ ცოტა ხანში ვცდი და მაგასაც განახებთ თუ რამე. ხო და ხო ესეც დავუმატე რავი უფრო მეტი ეფექტისთვის. გამარჯობა, მე ვარ რობოტი MR3. MR3 რატო გადავწყვიტე, ზუსტად ვერ გეტყვით. ალბათ მერაბი რობოტიკა და 3 მომეწონა უბრალოდ არ ვიცი, ვერ გეტყვი. ხო და მოდი ახლა დაახლოებით აგიხსნით რომელი ნაწილი რას აკეთებს. განსაკუთრებით დამწყებებისთვის იქნება ეს საინტერესო, რომ აქედანვე გაიგონ რაღაც მსგავს ნაწილებს რომ დაინახავენ რას აკეთებს რა. ანუ მოდი მოვახლოვებოდნო კამერას და ხელით რა ანუ ამით ავხსნი. აი აქ რასაც ხედავთ რა, ეს თვალები რაც ჩანს, თვალებივით რაც არის. ეგ არის დისტანციის სენსორი. და მოკლედ დისტანციის სენსორი ზომავს დისტანციას, ლოგიკურია, მაგიტო ქვია. იდეაში ანუ ულტრასონიკ სენსორ, ეგრეც კი არა, უბრალოდ ეგრევე წერენ ჩვენ ვეძახით დისტანციის სენსორს რა, იმიტომ რომ დისტანციას ზომავს. ხო და როგორ მუშაობს, ანუ ხამურა ხო გაგიგიათ ყველას. მოკლედ ექსპერიმენტი ჩაატარეს ეგეთი, რომ ხამურა შეუშვეს ოთახში რა, სადაც იყო გაბმული ძალიან ბევრი ეს რაღაც ძაფები და თოკები და დაბრკოლებები იყო ძალიან ბევრი რა. ანუ ძალიან რთული იყო მაგათთვის თავის აცილება. მაგრამ ღამურამ გაძლო იქ ძალიან დიდი ხანი, ისე რომ საერთოდ არაფერს არ შეხებია. რო შეხებოდა ესენი გაიგებდნენ. ანუ იმიტომ გაძლო ეგრე, რომ ღამურა უშვებს ეკოს, ანუ ჩათვალეთ ხმას გამოცემს, როგორც მე გამოცემ ხმას, ეგრე უბრალოდ ჩვენი ყური რაც წაღიქვამს, რაღაც კონკრეტული სიხშირეები არის. და მაგ სიხშირეს რაც ღამურა გამოსცემს, ჩვენი ყური ვერ აღიქვამს. და კიდე ბევრ რაღაცას ვერ აღიქვამს ჩვენი ყური და ჩვენ გარშემო შეიძლება ბევრი რაღაც ხდებოდეს და ვერ დავინახოთ. და ვერ მოვისმინოთ, იმიტომ რომ ჩვენი მხედველობის და სმენის სიხშირეებში არ ჭერჭდეს. ხო, ეს ისე საინტერესო ფაქტად. ხო და როგორც ღამურა უშვებს ეკოს და მე ეს ეკო რაღაც დავუშვეთ აი აგერ მანქანას რომ მოხვდა ან დავუშვეთ ამას რომ მოხვდა, ამან ამ საგანმა
ან რაღაც დაბრკოლებამ აისხლი და ეს ეკო და წამოვიდა ჩემსკენ და ზუსტად მაგით გებულობს ხამურა საკმაოდ ჭკვიანი ყოფილა ისე ანუ რამხელა მანძილი არის და რომ რაღაც დაბრკოლება არის და მისი პრიმიტიული ვარიანტია ეს ultrasonic sensori მოკლედ ერთიდან აი ერთი თვალიდან აი აქედან ერთიდან უშვებს ეკოს მოხდა აი ამას აქედან ასხლეტილი ეკო მეორე მიიღო და იცის რა სიჩქარითაც აგზავნის და შესაბამისად რა სიჩქარითაც აგზავნის რაღაც სიჩქარით ხო დაუბრუნდა და ამის გამოთვლის შედეგად ანუ იგებს რა მანძილი არის მასსა და დაბრკოლებას შორის მაგით შეუძლია მე გააგზავნოს Arduino-სან ინფორმაცია რა მანძილი არის და კოდის მიხედვით რა კოდის გაწერილი 40 სანტიმეტრი 30 სანტიმეტრი 15.5 სანტიმეტრი ნუ მოკლედ ამ შემდეგ ეს ჩვენზე ინდივიდუალურად არის დამოკიდებული მაგის მიხედვით მე შეგვიძლია რაღაც გავაკეთებინოთ ამ შემთხვევაში როგორც დაინახეთ ჯერ სერვოს ატრიალებს აი აქ არის სერვო ჯერ სერვოს ატრიალებს და ანუ ნახე პირველად ხომ მიიღო ინფორმაცია მაგ პირველი ინფორმაციის შედეგად დაატრიალა სერვო ჯერ ერთ მხარეს ანუ ეს არის ახლა 90 გრადუსზე შემოატრიალა 0 გრადუსზე შეატრიალა 180 გრადუსზე ახლა უცბად გეტყვით რომ სერვო არის მატორი აი როგორც აქამაგრია მატორი მსგავსი მატორია უბრალოდ სერვო მოძრაობს 0 გრადუსიდან 180 გრადუსის ჩათვლით ანუ ეს რო ბრუნავს 360-ით და გამუდმებით ეგრე არა ანუ 0-დან 180-ზე შეუძლია დაბრუნდეს და 180-დან 0-ზე შეუძლია დაბრუნდეს. ანუ ეგეთი არის სტანდარტული სერვო. არის სხვა ანუ უფრო ესეთი გამძლე არა ძლიერი სერვოები მაგალითად რომელიც გამოიყენება რავი შეიძლება კარების გასაღებად გამოიყენო, მაგრამ მაგისთვის უბრალოდ საჭიროა ოდნავ უფრო ძლიერი სერვო. აი მაგალითად ამ არსი მანქანასაც მოხვის სისტემა რაც აი ეს უმუშავებს სერვოზე. და ამას მაგალითად უფრო ძლიერი სერვო აქვს, ვიდრე აი ეს ლურჯი სერვო არის, რადგან ეს რაღაც გრამების დატრიალება შეუძლია და ეს მე მგონი 3 კილოიანი სერვო მაგრია თუ არ ვწდები. ხო და პირველად ინფორმაციით ხო დაატრიალა სერვო და მე უკვე ამ სერვოს დაატრიალების პროცესში კიდე ამოწმებს აქეთ უფრო მეტი მანძილი აქვს თუ იქეთ უფრო მეტი მანძილი აქვს ანუ 0 გრადუსზე უფრო მეტი მანძილი იყო რა შემოტრიალდა თუ 180-ზე და წახან მე ხო დაუხვედრი აქ ხელი შესაბამისად მან რო გამოუშვა ეკო და რომ მიიღო მე ეს და რომ დაიბრუნა და მე იქეთაც რო გაუშვე იქედან უფრო გვიან დაუბრუნდა ვიდრე აქედან და მაგის ხარჯზე მიხვდა რომ აქეთ უფრო ცოტა დისტანცია იყო ვიდრე იქეთ და კოდი ისე არის გაწერილი რომ თავისთავად ანუ ლოგიკურია ხო საერთოდ ცოტა აქ ადგილი იქეთ რაღა და წავა უფრო მეტი ტრიალი მოუწევს წავიდა იქეთ, საითაც უფრო მეტი ადგილი აქვს, ნუ შემოbrunდა რომ წასულიყო გადავარდებოდა. ხო და მოკლედ მაგას აკეთებს ეს თვალებივით საყვარელი რაღაც, რომელიც არის დისტანციის სენსორი. ხო, სერვოზე პრინციპში კი გითხარით, რას აკეთებს, ანუ ჩვეულებრივ მატორი არის რა. აი ეს წინ რაც ჩანს გამარჯობა მე ვარ რობოტი MR3 რასაც წერია არის ჩვეულებრივი ეკრანი პიქსელები თუ გაგიგიათ ანუ ტელეფონი კომპიუტერი ყველანაირი ეკრანი მოკლედ არის პიქსელებით ჩვენ ტელეფონებში მაგალითად საკმაოდ ბევრი პიქსელია ანუ იმდენად ბევრია რომ შემჩნევადი არ არის ანუ თვალით ვერ შევამჩნევთ ფიზიკურად ანუ რაც უნდა აი აქ მოვიტანოთ ფიზიკურად ვერ შევამჩნევთ მაგრამ აი კონკრეტულად ამაზე ეს არის LCD და მოკლედ ამ LCD ეკრანზე თუ კარგად დავაკვირდებით შეგვიძლია დავინახოთ პიქსელები და ანუ არის პიქსელების ჯგუფი და არის მე კიდე ეგ პიქსელების ჯგუფი გაერთიანებული პიქსელების ჯგუფში და ეგრე ანუ პატარა პიქსელი და ეგრე იკვრება მოკლედ იდეაში პიქსელები არის ჩვეულებრივი ნატურები რასაც ვანთებთ რავი ეს ნატურა რაც არის ეგ წარმოვიდგინოთ ძალიან პატარა უბრალოდ ეგ ძალიან პატარა ამ შემთხვევაში მაგალითად მართლა ერთი ფერის ნატურა არის მაგრამ ტელეფონებში არის ანუ RGB ნატურები ყველანაირი ფერის მიღება შეგვიძლია ანუ მთავარი ფერები ხო არის წითელი, მწვანე და ლურჯი და მაგ სამ ფერით შეგვიძლია მივიღოთ ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი თუ ყველაფერს შევურავთ თეთრი და ასე შემდეგ ხო და მოკლედ ეგეთი განვითარებული ეკრანი არ არის მაგრამ ანუ ძირითადად Arduino-სთან ეს გამოიყენება
არის უფრო შედარებით განვითარებული ეკრანით, რომელსაც უფრო მეტი პიქსელი აქვს და ფერად პიქსელები აქვს, ანუ RGB ეკრანი არის. ხო, RGB-ც ახსენით, უბრალოდ LCD-ც ახსენით. ახლა რა ხდება უკან? ესე იგი, ეს ერთი ბატარეია, რომელიც გამოიყენება ამათ სამოძრაოდ და სენსორების შესამოწმებლად და ეს რომელიც ქონდა მიმაგრებული მეორე Arduino-ზე, რომელიც ეკრანს ანათებდა. შეიძლება ეს არ დაგჭირდეთ ანუ ამ სიმძლავრეს, მაგრამ რა ვიცი, ძირთადად კრონას აერთებ რა. მაგას კიდე მოგვიანებით გეტყვით, რით შეგიძლიათ Arduino მომარგოთ რა სახის დეიმი. მოდი ახლა აქედან რო ავხსნათ, ეს არის ჩამრთველი, რომ ამას რო შევაერთებ, ეგრევე არ დაიწყოს სენსორმა შემოწმება, მატარებ მატერიალი და ასე შემდეგ. სანამ მე ამას არ დავდებ და ამას არ დავაჭერ, არაფერი არ დაიწყება. ძველებრივ ჩამრთველი არის. ანუ აქ ახლა რა ხდება? ხო ხედავთ, რომ ეს რაღაც ლურჯი დაფა არის. ეს ლურჯი დაფა იდეაში არის ქვევით Arduino-s დაფაზე დამაგრებული, ანუ ისეთი დრაივერია, რომ ზუსტად Arduino-s პინებზე უფრო სწორად, აი ეს ხო არის Arduino. აი აქ ხო აქვს პინები, ეს შავი პინები, ზევით და ქვევით. ზუსტად მაგენზე ედება მოკლედ. და დრაივერი გამოიყენება მაგის ანუ პინების გადასამრავლებლად, ასე რომ ვთქვათ. და ანუ რადგან Arduino-s შეუძლია 5 ვოლტის გამოშვება მაქსიმუმ, ხო, ანუ 5 ვოლტით 4 მოტორს დატრიალებაც, ხო, ანუ ამით უშვებ უფრო მეტ დენს ამ ბატარეით. და ამ ბატარეით შეშვებულ დენს, აი ეს დრაივერი, აი აქ ხო უშვებ დენს. და ეს არის ჩვეულებრივად პლუს და მინუსის შესაშვები. აქედან ანაწილებს ამ მოტორებზე, აი ამ პინებით. ჩვეულებრივ, ანუ შეგიძლია მოხსნა ეს კაბელი დაიჭირო და ჩაამაგრო. ხო, ეგ არის დრაივერი რა, მოკლედ და დრაივერსაც აქვს თავის რაღაც პატარა LED და პატარა დაცვის სისტემა, ასე რომ ვთქვათ რა, ზედმეტი რაღაც წამიერი პლუს მინუსის არევით, ეგრევე არაფეთქდება რაღაცეები და კაპასიტორები არ დაიწყებს. ბათქაბუთქინს მოკლედ. ხო, და კონკრეტულად Arduino-s რაც შეეხება, მოდი ამაზე რო არ ვიწვალოთ გარჩევაზე. ხო, მოდი ამაზე გავარჩიოთ რა, მოკლედ. ესე იგი, Arduino Uno, ეს არის Arduino Uno. ძირითადად გამოიყენება განსაკუთრებით დამწყებებისთვის, ყველაზე იოლი არის Arduino Uno. ასევე არსებობს Arduino Nano, იქით მინდევს, მე კიდე განახებთ. Arduino Uno უბრალოდ Nano წარმოიდგინეთ არის აი ეს რო გადაჭრა შუაზე და კიდე ანუ ბევრად უფრო პატარა არის Nano, მაგით ქვია. უბრალოდ შესაბამისად უფრო ნაკლები პინიც აქვს. მაგრამ აი პატარა რაღაცაში რო გინდა რომ ჩაატიო რაღაც, არ ვიცი, რაღაც გაკეთება გინდა აი მაგალითად შუქის ანთება გინდა კარში ხო და რაღაც ძალიან პატარა ადგილი გინდა მაგას რო დაუთმო ხო მაგ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო Arduino Nano რადგან ბევრი პინი არ დაგჭირდება მაგრამ აი რაღაც დიდ პროექტზე თუ მუშაობ რომ უნდა დაამაგრო ერთი 5 სენსორი უნდა დაამაგრო, რამდენიმე სერვო უნდა დაამაგრო და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში Arduino Uno-ც გჭირდება და შეიძლება პირიქით Arduino Uno-ზე მეტიც დაგჭირდეს. როგორც არის Arduino Mega მაგალითად. Arduino Mega-ს აქვს ამაზე ორჯერ მეტი პინი, შეიძლება მეტჯერაც არ დამითვლია. არ დავითვლი. ხო და Arduino Mega-ს აქვს ყველაზე მეტი პინი. და ზირთად მაგას გამოიყენებენ ხოლმე დიდ პროექტებში. ან რამდენიმე Arduino Uno-ს. ესე იგი, როგორც გითხარით, აქვს პინები და რომ გითხარით, რომ ინფორმაცია შედის. ხო, თქვი წინა ვიდეოებში, რომ ინფორმაცია არ არის ტექსტური ამისთვის და ტექსტური ინფორმაციას როც გვინდოდეს, ვერ გავაანალიზე, ან ტექსტური ფიზიკურად ამ ultrasonic სენსორიდან ტექსტური შეტყობინება ვერ მიუარო. 25 არის დისტანცია, 10 არის დისტანცია, ეგეთი ვერ მოხდება. ნუ ჯერჯერობით შეიძლება ცოტა ხანში უპირობო განვითარდეს. ხო და მაგიტო ესე იგი ამათთვის პინებში ხო შედის სიგნალი, აი მაგალითად რა ვიღო, მაგალითად გაზის სენსორი, არა მოდი ფოტორეზისტორი ავიღოთ. ფოტორეზისტორი მაგალითად აი ხომ გინახავთ გარეთ ან მაგალითად საყვავილეებში ჩარჭობილი რო არის ან თუნდაც
ქუჩის განათება ხო? ქუჩის განათება როგორც კი მოსაღამოვდება და დაბინძდება, იქნება ავტომატურად ხო და არავინ არ მიდის რაღაც ჩამრთველთან და არ თავს ან კონკრეტული დრო არ აქვს დაწესებული, რომ ამ დროს ჩაერთეთ, თორე ზაფხულში მაგალითად იმ დროს დღე არის და ზამთარში იმ დროს უკვე უბრალოდ უფრო სიფნელია. ასე რომ კონკრეტულ დროს ფიზიკურად ვერ დააყენებენ. ეგ ყველაფერი არის ფოტორეზისტორზე. და ფოტორეზისტორი მოკლედ სინათლის მომატებას და შეუძლია სინათლის მომატება და დაკლება აღიქვას ფოტორეზისტორს. ხა და ეგეთი ჩვეულებრივად იყიდება, არც ისე ძვირი ღირს, სხვათა შორის თეთრები რაღაც 50 თეთრამდე ღირს ერთი ფოტორეზისტორი და შეიძლება ბევრად უფრო იაფიც. ხა და მაგ ფოტორეზისტორს რო ჩავამაგრებთ, უნდა შევუშვათ ამ ფოტორეზისტორში ერთი პლუსი, სადაც გვაქვს აი აქ, 5 ვოლტი გვაქვს აქ, ერთს 5 ვოლტს მოვართებთ. მე სულ აქვს ორი პინი ამ ფოტორეზისტორს. ერთს ვერთებთ grounds, იგივე მინუს, ასე რომ ვთქვათ, და ერთს ვერთებთ სიგნალის პინს და არ დაგვაუწყდეს რეზისტორი. ხო. რეზისტორზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ რეზისტორი, მოკლედ წინაღობა, რადგან არის რეზისტორთან დაკავშირებული, მაგაზე ბევრი რამე არის კოდთან მიმართებით დაკავშირებული. კოდში, ესე იგი, დავუშვათ კოდში, რომ რაღაც კონკრეტული ციფრები მქონდეს მე გაწერილი, რეზისტორს თუ სხვანაირს დავაგებ, ეგ ყველაფერი არ იმუშავებს ისე როგორც უნდა იმუშაოს. ახლა რა ხდება, ესე იგი, ფოტორეზისტორს სანამ დაუბრუნდებით, აქ არის ანალოგ პინები და ზევით არის დიჯიტალ პინები. დიჯიტალ ციფრული პინები, ანალოგ პინებში, ანალოგ პინს შეუძლია მიიღოს 1-დან 1024-ის ჩათვლით რიცხვები რა, მოკლედ შეუვიდეს ეგ ინფორმაცია და ეგ გაანალიზოს ანალოგ პინებს. ხო და ესე იგი, მაგალითად ფოტორეზისტორის სიგნალს რო ჩავართებთ A0-ში, სულ აქვს 5 ანალოგ პინი: A0, A1, A2, A3, A4, A5. ხო, უბრალოდ 6 ბოდიში. 0-ის ჩავართ. ხო და ესე იგი, ფოტორეზისტორის სიგნალს რო ჩავაერთებთ, დავუშვათ ჩვენ თუ რაღაც ფანარს დავანათებთ, ფანარი არ მოქვს. ფანარს თუ დავანათებთ, თუ კოდი გვაქვს გაწერილი, ხო, მასში შეგვიძლია დავუშვათ თვითონ სერიალ მონიტორზე გამოვიტანოთ Arduino software-ში, აპლიკაცია რა, უფრო პროგრამა არის. ხო, მაგ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, რამდენად მოიმატა და რამდენად მოიკლო. და ფოტორეზისტორის მუშაობა მაგიტო არის, რომ აქაც არ არის, რომ სინათლე მოიმატა, ჩართენა თუ რა, ხა სინათლე მოიკლო, ჩართენა თუ რა არა. გამტარობას უცვლის სინათლის მომატება მოკლება ფოტორეზისტორს. და რადგან გამტარობას უცვლის, Arduino-ს შეუძლია აღიქვას ზუსტად ამ სიგნალ პინებით, რამდენად მეტი დენი შეუვიდა თუ რამდენად ნაკლები დენი შეუვიდა. შესაბამისად, რამდენად მეტი თუ ნაკლები დენის შესვლაზე თუ მაგის გაგება შეუძლია, ასე ვთქვათ, მიღება და გაანალიზება. მაგაზე ვუწერთ კოდს, ოღონ კოდში ვოლტებს არ ვწერთ, კოდში ოდნავ სხვანაირად იწერება და როგორც გითხარით, ტექსტური შედარებით უფრო რთულია, მით უმეტეს სასწავლებლად. ასე რომ ბლოკურს გავივლით, მაგრამ ბლოკური კოდირებაც რო გეცოდინებათ, მაინც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ კოდის წაკითხვა მაინც შეგიძლიათ და კოდის წაკითხვა რაც შეგიძლიათ სხვისი კოდი რაღაც მხრივ დააკორექტიროთ და თუ რამე შეცდომა აქვს, ეგეც იპოვოთ. ასე რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ ბლოკური კოდირება გეცოდინებათ C++-ის და მე კონკრეტულად ახლა Tinkercad-ში გავსწავლით. იმიტომ რომ მეც მაგ ვისწავლე, ხო? და ყველაზე კარგად მაგათ ბლოკურ კოდირებაში ვერკვევი. იდეაში Spike-ის ბლოკური კოდირება შემიძლია და M-ბლოკისაც, მაგრამ მაგ იდეაში უფრო კონკრეტულად Spike-ის Lego-ს იმაზეა და კონკრეტულად M-ბლოკს. ხო, მათ დავუბრუნდეთ ფოტორეზისტორს და მოკლედ ეგეთი ინფორმაციები არის ულტრასონიკიდანაც და მოკლედ ყველა სენსორიდან ეგ ინფორმაცია შემოდის, მომატება დენის ინფორმაცია, დენი შემოდის მოკლედ ინფორმაცია რა. სხვა სახის რამე ეგეთი ინფორმაცია არ შემოდის. ეგ რო იცოდეთ, ინფორმაციის შემოსვლას რო იტყვიან, მაგას გულისხმობენ რა. ხო და ესე იგი, წახა რო გითხარით, რომ Arduino როგორ უნდა მოამარაგოთ, თქო, Arduino-ს დენის წყარო როგორ შეგიძლია მიაწოდოთ, თქო. სულ აქვს, ნახეთ, აქ ორი პორტი აქვს. ერთი პორტი აი ას და ერთი პორტი აქ აქვს კრონოს პორტი. კრონო ბატარეა, 9 ვოლტიანი ბატარეა არის ეს.
ну ეს არ არის აუცილებელი ზუსტად რა ვიყიდოთ, იმიტომ რომ ეს არის დასატენი და რა ვიცი, ზუსტად არ იღებს და შეიძლება სამარდაც იყიდოთ და იმუშავებს. ну დიდხან შეიძლება არ გაგიძლოთ რამე ისეთი დიდ დატვირთვაზე თუ ამუშავებთ, მაგრამ მეც ეგრე დავიწყე და ვწვლიდი ხოლმე იშვიათად, მაგრამ მიწევდა გამოცვლა და მე ვიყიდე ეს დასატენი, იმიტომ რომ მივხვდი რომ დასატენი მჭირდებოდა. მოკლედ აი ამ პორტიდან, ამ მართკუთხედის პორტიდან ჩვენ შევყავს კოდი, ანუ რაღაც კოდი ხომ და ჩავტვირთოთ რომ იმაზე იმუშაოს. აი მაგისთვის გვჭირდება ეს პორტი და ეს პორტი ამ პორტიდან მხოლოდ შეგვიძლია ანუ მოკლედ დეინთ მოვამარაგოთ. სხვა იმას ვერ მივცემთ დანიშნულებას ამ პორტს და ამ პორტს შეუძლია დენის მიაწოდოს, აი მაგალითად კომპიუტერს რო შევაერთოთ, ამ პორტში როგორი კაბელიც ერთდება, მაგ კაბელს მეორე თავი აქვს ჩვეულებრივ USB და ეგ ჩვეულებრივ USB შეიძლება შეერთოთ კომპიუტერში, დენში, ოღონ პირდაპირ არცადოთ ადაპტერში და ну მოკლედ ხო რა სადაც USB ჩადის ყველგან, ან თუ გინდათ USB-ს გავუკეთეთ გადამყვანი Type-C, ანუ რა micro USB-ზე და სხვა რამეს შეერთეთ ეგ თქვენება. თავარია რაზეც აერთებთ საკმარისი დენი გამოუშვას, რომ მოსამარგებლად იყოს, ანუ ეს კი გაანათებს ყველა ვარიანტში, მაგრამ მარტო განათება არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მაგ ვოლტების ცვალებადობას მე ასე რომ ვთქვათ twins ურევს რა, ჭალებში რო ვთქვათ. ხო და ასე რომ ჯობია რომ გამართულად რაღაც სტაბილურზე შეაერთოთ. ხო, ასევე აქ ამ შავი პინების გარდა არის აქ სამპინიანი წყვილები და ამას მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რავი, სერვოსთვის ან რისთვისაც გვინდა, გააჩნია. აქ არის დასარესეტებელი, ანუ რესტარტი რო გავუკეთოთ და აი მაგალითად შეიძლება კოდი ჩავტვირთოთ და რაღაცატო არ შეამოწმოს, ანუ აი ეს ჩავრთე, ხო წავიდა და ხელს ვუხვედრებ და რაღაცატო არ ამოწმებს. მაგ შემთხვევაში ვარესეტებ და მე ამოწმებს, ანუ რაღაცა წამერად ანუ დროში აცდენა მოხდა და მაგან არიან მოკლედ ყველაფერი რა. ხო და ეგეთი რაღაცები გაითვალისწინეთ, რომ თუ რაღაცატო კოდმა არ იმუშავა, არ შეგეშინეთ, ну ჯერ ეს ცადეთ და დენით სწორად მომარაგებოთ და თუ მაგან არ იმუშავა, მე გადახედეთ კოდს. კოდში ისედაც თვითონ Arduino software არის, თუ რამე ისეთი გიწერიათ, რომ აი არასწორი, ანუ არასწორი კოდია კი არა, ზოგადად არ შეიძლება რომ ეგეთი რაღაცა წეროს, თვითონ პროგრამა დაგიწერთ და არა გატვირთინებთ და თუ ისეთი გიწერიათ, რომ დაუშვათ პინი გაქვთ უბრალოდ არეული ან რაღაცა, მაგასაც დააკვირდით და ხო რა რთული არ არის და თუ რამე ისეთი პრობლემა შეგექნებათ, დამიკომენტარით ამ ვიდეოს ქვევით და შევეცდები რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ როგორც შემიძლია. წესით უნდა შევცვალო რა დახმარება, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული რაღაც არ არის Arduino და C++ მოკლედ. მე გირჩევთ, რომ Tinkercad-ის აკაუნტი გააკეთოთ, ანუ tin-ker-cad, ანუ ეგრეთ ჩაწერეთ და ამოაგდებს და personal accounts მიეცით და personal account-ში, რავი, email გექნებათ წესით Google-ის აკაუნტი, მაგით შედით და შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაიწყოთ რაღაცეები დაუშვათ. ანუ იქ რო შეხვალთ, აირჩიეთ circuits და მაგ წრედებში რო შეხვალთ, წრედებში მალევე გამოგიჩნდებათ აი ზუსტად ასეთი Arduino, ანუ არის გარდა ასეთი Arduino-ს გარდა, ანუ ამ Arduino-ს აქ აქვს მიკროკონტროლერი, მაგრამ არის კიდევ სხვანაირი მიკროკონტროლერი, აი დაახლოებით აქ და უფრო პატარა. მაგრამ იქ გამოგიჩნდება ზუსტად ასეთი Arduino, უნდა გადმოიტანოთ. შეგიძლიათ კაბელი პირდაპირ დაჭერით გაავლოთ და ასე შემდეგ მოკლედ. მაგის უფრო კარგ ვიდეოს რო დაგეხმაროთ მაგაშიც რო მაგ უფრო კარგად რაღაცეები გაიაზროთ და პირველი ნაბიჯები გადადგათ მაგაში, მაგის ვიდეოსაც ჩავწერ მოკლედ. პრინციპში ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და რავი, ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა ამაზე. აღარა ხდება. რაღაცა მაკლია მე მგონი. ხო, რაღაცა მაკლია. ვიცი რაც მაკლია. ვიცი. ხო, აღარ მაკლია. რავი, მე გირჩევთ რომ უეჭველი გამოიწეროთ, ჯერ მithmedes ვინც თბილისში ცხოვრობთ, ძალიან მაგარი შესაძლებლობა გაქვთ, იმიტომ რომ მე ცხოვრობ ქუთაისში და
რთულია აქ რთულია არა უბრალოდ ქუთაისში არ იყიდება და თბილისში საკმაოდ ბევრ მაღაზიაში იყიდება და კონკრეტულად რომელ მაღაზიებში იყიდება შეგიძლიათ ნახოთ drink.joy store-ზე ან World Market-ზე შეგიძლიათ პირდაპირ შევხვიდეთ და შევუკვეთოთ 6 წალი 12 წალი რამდენიც გაიხარდებათ როგორც კიდათ მოკლედ თუ აი რაღაც ფართის აწყობთ ან რაღაც ეგეთი მეგობრები ხართ ანუ იდეალური გამოსავალია ეს და თან ანუ ვისაც კოფეინის მიღება არ შეგიძლიათ ან არ გინდათ უბრალოდ ხო არ შეიძლება კოფეინს და ეგ ძალიან მაგარია და მაგიტო ბავშვების არის იდეალური გამოსავალი მაგიტო მომწონს ხოდა ახლა რის თქმაც მინდა და მოკლედ შემდეგ მომავალ ვიდეოზე რა მოკლედ მოვიდა ახლა 2 წუთი შემდეგი სტუმარი აი ეს ხო თქვენთვის ნაცნობი არის ეს თვალების მსგავსი რაღაც შემდეგ სტუმარიც არის ეგეთი ოღონ აქ თვალებთან უფრო მეტი კავშირი გვაქვს იმიტომ რომ სათვალე არის რა რავი ძალიან ესთეტიკურად გაკეთებული არ არის მართალია მაგრამ ნუ თავის როლს ასრულებს რა მოკლედ კარგად ამაში გავიკეთებ აი ესე არ ვიცი რამდენად კარგად მიკეთია ხო როცა წავალ რაღაც დაბკოლებისკენ ხო იწყებს ხმის გამოცემას ახლა თუ არ ვწდები დაყენებული მაქვს 40 სანტიმეტრი და რაღაც კონკრეტული ობიექტი ან რომ მოუახლოვდება ან თვითონ ეს რომ მოუახლოვდება არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელი რავი ჯოის ბოთლი უბრალოდ ჯოის კილა რავი კედელი კომპიუტერი არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი რამ აისყიდავს ეკოს ხა როცა მიუახლოვდება მაშინ იწყებს მოკლედ ხმის გამოცემას და თუ კი ზედმეტად მიუახლოვდა მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო სხვანაირ ხმას გამოცემს და ახლა რაც მინდა რომ გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რომ მე რო ხამ ვიდეოს ვიღებ და თქვენ რაღაცეები გაიგეთ რომ ეს რა არის აქ რა ნაწილია და აქ რა ნაწილია ეგ არის სუმერის დამსახურება და ძალიან დიდ მადლობა სუმერს რადგან ანუ შეასრულა მომცა რომ ანუ ხმა ნორმალურად მომეწვია თქვენამდე რომ ჩუმადაც რო ვილაპარაკო კარგად ისმენდეს თქვენთან და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მაგისთვის სუმერს ხა და მოკლედ ასეთი სტუმარი იქნება შემდეგ ვიდეოში ოღონ ეს ხო განახეთ ახლა რაც არის შემდეგ ვიდეოში ცოტა უფრო დეტალურად განვიხილავ და შემდეგ ვიდეოში ასევე ამის მსგავს ანუ მოკლედ თინგარგაჩი სათვალე არ გვექნება მაგრამ მოკლედ ამის ანალოგს ავაწყობთ თინგარგაჩი და მაგის განხილვას გავაკეთებთ მოკლედ შემდეგ ეპიზოდში მე წავედი აბა ჰეთ გამოიწერეთ არხი და გავაკეთეთ ვიდეო